და იმერული ისტორია და მეც ამის კითხვა მინდა იმერეთში რო იყავი აუცილებლად რაღაცას გაიგებდი იქ ისეც საოცარია იმერეთი თან ისეთ ადგილას ვცხოვრობ ზემო იმერეთს წყალტუბოში ნუ მჭიდრო დასახლებაა ცოტა სადაც ვარ მაგრამ ის ზემო იმერეთისკენ ჩიხორში ცოტა დაშორება სახლების და სასიამოვნოა შორიდან ძაღლების ყეფა ისმის აქედან სულ ყველაფერი ისმის რა ხო გადაძახი რას ლაპარაკობდი ვიჯო ჩემზე გუში ყველაფერი ესმოდა რა ამბავს აწყვებოდი სულ ყველაფერი ისმის ფუსფუსიც და ну მოკლედ ჩემს ნათესავებთან ცოტა მოშორებით ცხოვრობენ ზემოთ და ჩამოვიდნენ სტუმრები შვილიშვილები შვილთაშვილები ბებიას ჩამოვიდა აივსო ეზო შენ გენაცვალა ბებია არის თელიანები და ერთ-ერთი შვილიშვილი 3 წლის არის და ღამე იფსამდა ნუ რა არაუშავს ბუნებრივი მოვლენა 3 წლის ბავშვი ახლა ღამე ნუ არა შეიძლება ჩაიფსოს ხო შეიძლება ჩაიფსოს არაა გამორიცხული მერე რა მოხდა მაგრამ ეს თან გადაყოლილი ბებიები ხო იცი დედა ეს რა მოხდა და თურმე ხალხური მედიცინა ყოფილა არ ვიცოდი ესე იგი ნეзвი ღორის სასქესო ორგანო უნდა ჭამოს მოხარშული უზმოზე ბავშვმა ესე იგი ახი არის ბიჭი ღორი და ნეзвი არის გოგო ღორი და ნეზვის უნდა ჭამოს მაინც და მაინც რა უზმოზე ოღონდ ხო რო აღარ ჩაიფსას და შეწყვიტავს და ეს მე არ ვიცოდი და თურმე მე არ ვიცოდი მარტო ეს ხალხური მედიცინა ყოფილა ხო და კიო კი ასეაო მე გეუბნებიო და შვილიშვილი აღარაფერს საერთოდ აღარ ჩაიფსავსო და იქნება კულტურულად და ყველაფერი ესე იგი მოწესრიგებული იქნება ახლა კი არა მთელი ცხოვრების განმავლობაში შთამომავლობასაც კი გადაეცემა თურმე ეს ვისებერდი ну მოკლედ ასეა გავიდა ბებია გადავარდა ყასბებში იქეთ ყასბებთან მივიდა გამარდამღუპოთ ხო არ დამღუპოთ ბავშვი იფსავს კი გალბატონო რაზია აუ კიდე კაი ახლა მოხვედი თუ არა 3 წელი იღო ამ დილას მაგ თუმეს გავრცელებული ყოფილი მე ჭამენ აჭვევენ ბავშვს მე არ ვიცოდი ხო და ერთი მაქო დარჩენილიო დაკლული მყავს აგერ ნეзвიღორიო და ამოაჭრა მოკლედ ეს სასქესო ცოტა ფასი რო გაუზარდოს ხო რა თქმა უნდა ასე კოხტათ ამოაჭრა სასქესო ორგანო კარგად და გამოვატანა ბებია მოხარშა კარგად და შვილიშვილს უნდა აჭამოს დილით რომ აღარ ჩაიფსას ბელი ცხოვრება და მოკლედ დაღამდა მოხარშა მაციوارში შეინახა კარგად ასე მარილი წააყარა ოდნავ მწვანილის ფუცლებით გააფორმა ამაზად კარგად ასე ძმარიც გემოვნებით გადაასხა ბებიამ და შეინახა მაციوارში თურმე და მოვიდა ბიძამისი ამ ბავშვის ბიძა გაგლეჯილი ხოდა როგორც წესი ახლა სუფრიდან ჩვენ რომ მოვდივართ თვალები სახში მაინც უნდა ვჭამოთ მაციوارში უნდა შეიხედო მაციوارში უნდა შეიხედო და სულ არის ჭუბი კაცო ამდენ ამხელა სუფრიდან მოდიხარ ასეთი პურმარილიდან კიდე სახში ჭამო ახლა გებრიელი გაზო გამოაღო მაციوارი ამ ბავშვის ბიძამ და აგერ არ ხედავს ღორის ხორცია მოხარშული მაგრამ ვეღარ გაარკვია ახლა და მთვალი იყო რა იყო ის და აქედან ფურცლებია წაყრილი სალათისფერია ვანილი და დაურტყა მაგრად და შეჭამა დანაყრდა და დაიძინა ახლა ხედით რასიზმებს ნახავდა და დილა უთენია და მაღვიძებს ყვირილის ხმა ვინ შეჭამა და ახლა ვიღვიძო და ეს იმეორებს ბევრჯერ ამას ბევრჯერ სულ ყველამ გაიღვიძოს რომ გამოწყდეს ვინ შეჭამა ჩუმად დაუკითხავად ახლა შორიდან ხმები ისმის რა მოხდა მაციوارში მქონდა და შეუჭამია ვიღაცას ცეცხლი ჭამა მაგან და ნუ გაიღვიძა ახლა ბიძამ და მე ხო გაირკვა ეს რა მოხდა აი მე სამეცნიერო გადაძახილი ვისი იყო ვისი ღორის ცეცხლი ჭამა იმან ვიჭამა აი მე დედაცნა ხოდა მე გამოკითხეს ამ კაცს ბიძას რა რეაქციები ქონდაო და ნუ ერთი პირი არ მომიფსიაო ეს კარგი იყო მაგრამ სხვათა შორის ამ მამაკაცმა ამ ბიჭმა ამ კაცმა ბიძამ გააჩინა შვილები რა და მოკლედ არის სხვათა შორის ეს ამბავი რომ მოვყევი ერთი ქალბატონი იყო ხანდაზმული ქალბატონი და მის შვილზე თქვა უკვე ზრდასრული იყო კახა არ ამართლებს ეგ არა რატო თქო და რაც მაგეს ამას აქ დაჭამი ბავშვი რო იყო მაგრამ მაინც იმსავდა
მოკლედ ასეთი აი ისტორიები. მეცე თავი ოქრო ხარ როგორც ყოველთვის ბებია ჩემს ყავდა ძროხა ატეხილი. მოზვერი უნდოდა რა. და მოკლედ მოუყვანეს მოზვერი. ეხლა და დაიწუნა. ეს რა თქმა უნდა, ამას იმნაირი პატრონი ყავს. ჯერ პატრონი რა არის მაგისი და მე მოზვერი იქნება. და დაიწუნა ის მოზვერი გაუშვა უკან. ახლა მირეკავს მე ბებია შენ მყავდე აქო? მე რატო მეუთხარი? ისეთი კაი მოზვერი მეგულება აგერ მეორე სოფელშიო ბებიაო. ისეთ კაი ოჯახს ყავს თანო კარგად გაზრდილიაო. ამ მოზვერსაც კარგი გენები აქვსო. რაცა უშნო მოზვერი მომითრიეს დღესო და გავაგდე უკანო. თავის პატრონიანათო. ხო და გამეგზავნე ბებია ჩამოდი რა იქნება იქო მეუთხარი მე ამცალია ხა შენი მოზვერების გაძროხების. მან უთხარი მეუთხარი. ო უთხარი შულიშულებიც ყავს მეთქი ნათესავების ყავს უთხარი და მოზვერს როგორ არ მოგიყვანენ და მოკლედ მერე მისულად ცელა ნერვიულობს ახლა ბებია ჩემი ერთ ამბავშია ძალიან ხელავს და მერე მივარდნენ ახლა თურმე რა ხდება ცელა ბებია რა ხდება გაწოდა ატეხილია ძროხა და არც არის სახში კახა მე რას უზადია ხაი წაჟი კახა აი ხო კარგია ესე იგი საოცარი ეს ბები კახა შორელები ვახსენე და ის სიმღერაც კარგი იყო შენი და არა ახლა ნუღა შევაწუხებთ ქსოვრელებს აბა რა ვქნათ თქვენ მე მინდა ვარსკვლავებთან შევასრულო სიმღერა თუ შეიძლება ატასთან და ბატონდიკასთან რა თუ შესაძლებელი კი ბატონო მოდი ამასაც ექსპერიმენტი დავარქვათ და ნახოთ რა გამოგვივა ყოველ შემთხვევაში ნახოთ სიამოვნებით ვიშაიროთ კი ბატონო აბა